15 წლის განმავლობაში ჩვენ ვეწევით მომსახურებას როგორც ჩვენ სოფელში, ასევე გარშემოუყოფ სოფლებს. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ამ ჩვენი საოჯახო ბიზნესის განვითარება და ჩემ მეგობისგან გავიგე გრანდის შესახებ, რომელსაც იყო ევროკავშირის გრანდი და მონაწილეობა მივიღე საგრანდო კონკურსში და განცხადება შევიტანე, რათა უფრო გაუმჯობესებულიყო ჩვენი ბიზნესი. სწორედ ამ გრანდის ფარგლებში ჩვენ გავიარეთ რამდენიმე პროცესი და საბოლოოდ გავიმარჯვეთ საგრანდო კონკურსში და ამ გრანდის ფარგლებში ჩვენ შევიძინეთ სხვადასხვა დანადგარები, რათა გაზრდილიყო ჩვენი მომსახურება, როგორც დროის კუთხით, ასევე მომსახურების თვალსაზრისით და ეს დანადგარები დაგვეხმარა ჩვენ ბიზნესი უფრო წარმატებული და მომგებიანი ყოფილიყო. სწორედ ეს არის ამ ევროკავშირის პროექტის წარმატება, რომ ჩვენ შევწელით უფრო მომგებიანი ყოფილიყო ჩვენი ბიზნესი და კაიხანია უკვე მოუშავ კონდიციონერებზე მანქანების თუ საახლის და სულ მქონდა ის იზანი რომ გამეკეთებინა ჩემი სახელოსნო რომ ჩემი ბიზნესი უფრო კარგად და გამართულად ყოფილიყო. ამ ეტაპზე მყავს ვართ ხუთნი, რაც ვაკმაყოფილებ და იმედი მაქვს რომ გაიზრდება ჩემი ბიზნესი და უფრო მეტ ხალხსაც დავასაქმებ. შევიტანე განცხადება, გავიარე გასაუბრება, პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი და გავხდი გამარჯვებული. რაც მეიყიდეს და დამაფინანსეს იმაში, რომ ეს დანადგარი მეიყიდა და გამختارიყავი სრულფასოვანი ხელოსანი, გამიზარდა ყველანაირი მოსავალი, რომ განვითარებულ ვიყავი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. მუშაობ ავტომანკანის ხელოსანი ვარ. სულ ასეთი სურვილი მქონდა რომ ახალი თაობით რაღაცა ვიყიდო გასაღები, მაგრამ ბუჯეტი აღარ მქონდა. ეს ევროკავშირდების ძალიან მომეწონა, ძალიან კარგი იყო და ძალიან სასიამოვნო და მოვიკე და ესენი ყველაფერი ვიყიდე, ნაწილები, მანქანის აწევის, გასაღები, კომპრესორი. დღეს მუშაობ ორი ადამიანი, ჩემი დახმარებული, მე ვარ ხელოსანი. გამოჩნდა ახალი კლიენტები, ბევრი კლიენტები გამოჩნდა. ყველაფერი უფრო უკეთესი იყო, ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. იგი 2022 წელს დაიწყო და ხორციელდება ორ რეგიონში, ქვემო ქართლ და სამცხე-ჯავახეთში, სულ 6 მუნიციპალიტეტში. პროექტის ფარგლებში არაერთი კომპონენტი განხორციელებულა, მათ შორის იყო ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება და ადგილობრივი მედიის ხელშეწყობა. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაზეც ამ ვიდეოში იყო საუბარი, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც სულ ჯამში ქვემო ქართლ და სამცხე-ჯავახეთში 69 ბიზნესი დაფინანსდა და დაფინანსებასთან ერთად არაერთი ტრეინინგი ჩატარდა, რომ უფრო მეტად გაიზარდონ ესენი როგორც მეწარმეები. მადლობა ჩვენ.